დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, ადამიანის ცხოვრების წესზე და მრავალ სხვა ფაქტორზე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თითოეული ჩვენგანი არის განსაკუთრებული. თითოეული ჩვენგანი არის განუმეორებელი და ამიტომ ადამიანის სიცოცხლეზე ფასეული და ღირებული არაფერია. ეს არის ნებისმიერი საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი. ამიტომ საუბრობთ ჩვენ ადამიანზე და ამიტომ საუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. ეს არის ის შეთანხმება, რომელიც უკვე დიდი ხანია საერთაშორისო საზოგადოებას აქვს. თუმცა კიდევ უფრო მეტი ვიცით დღეს ჯანმრთელობის შესახებ და კიდევ უფრო მეტი წახნაგი აქვს ჯანმრთელობას ამ ცოდნის შესაბამისად. როდესაც ჩვენ საუბრობთ არა მარტო იმაზე, რა მდგომარეობაშია ჩვენი ორგანიზმი, არამედ ხაზს უსვამთ იმას, როგორია ჩვენი განცდები და შეგრძნებები, ანუ როგორია ჩვენი ემოციური ჯანმრთელობა. არა მხოლოდ როგორია ჩვენი ფიქრები, ანუ როგორია მენტალური ჯანმრთელობა, არამედ ვინ ვართ ჩვენ, როგორია ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა. აუცილებლად ვითვალისწინებთ გარემოს და ვითვალისწინებთ იმას, რომ სოციალური არსებები ვართ და შესაბამისად ვზრუნავთ საკუთარ და ჩვენს გარშემო მყოფ და სოციალურ ჯანმრთელობას. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვახსოვს, რომ თუ ხელი ან ფეხი არ მტკივა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელი ვარ და ყველა ფაქტორი, ყველა წახნაგი ჯანმრთელობისა გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის, რომ ჩემი არჩევანი, როგორი უნდა იყოს ჩემი ცხოვრების წესი, ხშირად განსაზღვრავს ჩემს ცხოვრების წესსაც, ჩემს ჯანმრთელობასაც და ძალიან ხშირად ჩემი ოჯახის წევრების და ზოგჯერ საზოგადოების ჯანმრთელობასაც. მე ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე პროექციით თქვი ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ეხება. დიახ, ჩვენი არჩევანი შეიძლება იყოს განსაზღვრელი სხვათა ცხოვრების წესისა. ისევე როგორც სხვადასხვა გარემო თუ გარემოება განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს და ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობა გახლავთ სეზონი. თუ ცხოვრების წესის ფაქტორებს ჩამოვთვლით, მაგალითად, კვება და ფიზიკური აქტივობა, ძილი და სტრესის მართვა, მავნეჩვევების ქონა არ ქონა, სქესობრივი ცხოვრება, განათლება და ასე შემდეგ. თითოეული მათგანი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის ჭრილში აღვიქვათ და ერთ-ერთი ასეთი გახლავთ სეზონი. ცვლის თუ არა სეზონი ჩვენი ცხოვრების წესს და ჯანმრთელობის პარამეტრებს. ქმნის თუ არა სეზონი ახალ რისკებს ჯანმრთელობისთვის. ამ თემაზე ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობთ წლების მანძილზე, წლების განმავლობაში და რაც მთავარია, ზაფხული სეზონი და ზაფხულის სეზონის დადგომა არის კიდევ ერთი საბაბი იმისთვის, რომ ზოგიერთი პრობლემა გავიხსენოთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ სეზონურ ჭრილში ჯანმრთელობის ზოგიერთ პრობლემას და ზოგიერთ რისკს უკავშირდება და გადაცემის სხვადასხვა ბლოკში სხვადასხვა წახნაგი იქნება ამ თემასთან დაკავშირებით წარმოჩენილი. როგორც შესავალში მოგახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების წესზე და შევთანხმდით, რომ ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობა გახლავთ სეზონი. სეზონი, რომელიც თავისთავად თითქოს ჟღერს როგორც ერთი სიტყვა, მაგრამ რეალურად ეს არის გარკვეული ფაქტორების ერთობლიობა, რომელშიც იგულისხმება გარემო ფაქტორები და ის პროცესები, რომელიც ჩვენი ორგანიზმის შიგნით პარალელურად მიმდინარეობს. მოკლედ, ყველაფერი საგულისხმოა ცხოვრების წესისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობ და როდესაც სეზონთან ასოცირებულმა ზოგიერთმა მდგომარეობამ შეიძლება ბავშვების ჯანმრთელობის ესა თუ ის რისკი გაზარდოს და შეცვალოს. განსაკუთრებით, როდესაც არდადეგების პერიოდზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ შედარებით გათავისუფლებულ გრაფიკზე, მოკლედ სხვადასხვა ჭრილში, მაგალითად, ყელყურცხვირის თვალსაზრისით რა იქნებოდა საგულისხმო ცვლილებები ან საგულისხმო რისკები სეზონთან ასოციაციაში, ამაზე ვსაუბრობ ჩვენი გადაცემის პირველ ბლოკში, ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობართან და გულშემატკივართან ერთად, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, იგი გახლავთ ოტორინოლარინგოლოგი პროფესორი ქალბატონი ილიკა ლომიძე. დილამშვიდობისა, ილიკა. დილამშვიდობისა, ქალბატონი მარი. მიხარია თქვენი სტუმრობა ყოველთვის და მე დარწმუნებული ვარ, მშობლები ძალიან დიდი ყურადღებით მოისმენენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ახლა
სეზონური აუცილებლობიდან გამომდინარე გავუზიარებთ. არის საკითხები, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურია, მაგრამ არის ზოგიერთი პრობლემა, რომელიც სწორედაც ზაფხულის სეზონში იჩენს განსაკუთრებით ხოლმე თავს და ზაფხულის სეზონზე ხდება განსაკუთრებით აქტუალური. ყველაზე ხშირად რა პრობლემაა ხოლმე თვალშისაცემი, რაც მშობლებმაც უნდა გაითვალისწინოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და მართლაც საინტერესო და აუცილებელია ამ რეკომენდაციების გაჟღერება მშობლებისთვისაც და რა თქმა უნდა მოზრდილებისთვისაც ზაფხულის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით და იმ სეზონურ გასვლასთან ქალაქიდან ის იქნება ზღვა, მზის სხივები თუ სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც შეიძლება ბავშვებს მთელი წელი არ ჰქონდეთ ზაფხულის გარდა. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადღება გასამახვილებელი არის სწორედ დეჰიდრატაციის პროცესი, რომელიც ხანგრძლივად მზეზე ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს და სითხის ნაკლებმა მიღება. ზოგადად მაღალი ტემპერატურის პირობებში. მაღალი ტემპერატურის გამოშრობა და სითხის რაოდენობის შემცირება. პირველ რიგში აუცილებელი ხდება სითხის რაოდენობის გაზრდა, თუმცა ეს მეორე წინააღმდეგობასთან მივყავართ, რომ არ უნდა იყოს ეს სითხე ზედმეტად გადაცივებული, გაყინული, გაზიანი თუ აქვს პაციენტს რაიმე მიდრეკილება ფარინგიტისკენ, ტონზილიტისკენ, ცხვირხახის და ზედასასუნთქი გზების პრობლემები. აი მე დამატებით დაგისვამთ აქ კითხვებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ერთი მხრივ თქვენ ბრძანეთ, რომ სითხის ნაკლებობა არის საყურადღებო. ეს პრაქტიკულად ყველა პროფილის ექიმისთვის არის მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ რას აზარალებს ყელყურცხვირის ჯანმრთელობის თვალსაზრისით თუ არასაკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, ან თუ ხდება გამოშრობა, რა ფუჭდება ამით? მომართვა პირველ რიგში ხდება ხოლმე სიმშრალე ყელის და ცხვირის ლორწოვანის გამოშრობა. გამოშრობა იწვევს ქერქების წარმოქმნას ცხვირის ღრუში, რაც შემდგომ უკვე მოგეხსენებათ ბავშვების აქტივობას იწვევს თითით შეხებას, მოცილებას ქერქების, რაც სისხლდენის მიზეზი ხდება ხშირად და ხშირდება სწორედ ზაფხულის სეზონზე მზეზე სირბილის დროს, ასევე სისხლძარღვების გაფართოების გამო და სწორედ გამოშრობის გამო ლორწოვანის ხდება ამ ქერქების მოცილების დროს, ლორწოვანის დაზიანება, კაპილარების დაზიანება და სისხლდენა. აი ეს ერთ-ერთი მიზეზია ხოლმე სიცხის მზის მოქმედება და ასევე ყელის სიმშრალე, რომელსაც ხშირად მოზრდილებიც უჩივიან, რასაკვირველია, ყელის გამოშრობა იწვევს უკვე ხმის ჩახლეჩვას, ლორწოს გაბლანტებას, რომელიც ცხვირხახაში გადაედინება და აუცილებელი ხდება სითხის აუცილებელი მიღება გარდა იმ მედიკამენტებისა, რომელიც უკვე შეიძლება ჩავთვალოთ გართულებულ პერიოდში, უკვე პათოლოგიური პროცესის განვითარების დროს, აუცილებელი ხდება სწორედ სითხის რაოდენობის მიღების მომატება. ამ დროს რჩევას ვაძლევთ, რომ არ მიიღონ გამაღიზიანებელი საკვები, როგორიც არის ნიგვზიანი, ეს იქნება მზესუმზირა, მიწისთხილი, ნუში, თხილი, ნებისმიერი სახის ნიგოზი, ცხარე საკვები, რომელიც მათ შეიძლება ასევე ლორწოვანი დააზიანოს და გაზიანი სასმელები ყინულით და სხვადასხვა გაყინული ალკოჰოლური სასმელები მოზრდილებში. როდესაც ტემპერატურის ზემოქმედებაც ხდება და მექანიკურად ამ დაგაზვის შედეგად გარკვეული ზემოქმედება ნახშირორჟანგის აი ამ აირის გამოყოფასთან დაკავშირებით. თუმცა თქვენ ახსენეთ ასევე ცივი პროდუქტების რისკი და ზაფხული, როდესაც ძალიან ცხელა, არის გარკვეულწილად სტუნება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რომ შედარებით უფრო ცივი სასმელები, ანუ მკვეთრად დაბალი ტემპერატურის სასმელი და ზოგჯერ საკვებიც ასეთი მიირთვან, განსაკუთრებით დიახ, ნაყინის სახით პატარებს ეს ძალიან უყვართ. აი, აქ ვის აქვს მაღალი რისკი? აქ ვამბობთ, ყოველთვის ვაფრთხილებთ მშობლებს, რომ თუ ბავშვს აქვს ქრონიკული ტონზილიტი და რემისიის პერიოდი აქვს, ანუ გამწვავებული არა აქვს, შეიძლება რომ მივცეთ შედარებით უფრო დოზირებულად. მაგრამ თუ არის აქ ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც არის გამწვავებული და რომელიც იმდენად ხშირად მწვავდება, რომ ნებისმიერი მაცივრის და ონკანის ცივი წყლის მიღების დროსაც შეიძლება პათოლოგიურ პროცესში გადავიდეს, ამ შემთხვევაში სასურველია, რომ მაინც შეუზღუდოთ ბავშვსაც და მოზრდილსაც ამ ცივი და გაზიანი სასმელის მიღება. ოთახის ტემპერატურის წყლის. კიდევ აღვნიშნავ, რომ თუ ზედასასუნთქი გზების ყელის პრობლემა, სასის ტონზილების პრობლემა, ხახის უკანა კედლის ფარინგიტის პრობლემა პაციენტს არ გააჩნია,
რა თქმა უნდა, შეუზღუდავად შეუძლია მიიღოს და ეს არ გამოიწვევს არანაირ პათოლოგიურ პროცესს თუ არ არის აქ რაიმე მიდრეკილება. მე ვისარგებლებ შემთხვევით და როდესაც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ოთახის ტემპერატურის წყალი თბილია და არ არის კარგი, აუცილებლად დავაზუსტებ, რა ითვლება სამედიცინო თვალსაზრისით ოთახის ტემპერატურა. ეს არის 20 გრადუსი საშუალოდ. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სხეულის ტემპერატურა 36-დან 37 გრადუსამდეა, მაშინ ჩვენს სხეულთან შედარებით ის მართლაც ცივი გამოდის და ბევრად უფრო გრილია, ვიდრე ჩვენი სხეულის ტემპერატურა. ამიტომ სწორი გონივრული გამოყენების შემთხვევაში ოთახის ტემპერატურის წყალი ნამდვილად აღმოჩნდება უკეთესი არჩევანი. როდესაც ჩვენ რისკებზე ვსაუბრობთ, თქვენ ძალიან დიდი ხანია ჩვენს გადაცემაში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით გაქვთ ხოლმე რეკომენდაციები და ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ყურის ჯანმრთელობაზე. მისი სხვადასხვა ნაწილის რისკების და დაავადების პრობლემების გათვალისწინებით. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზაფხულზე და რაკი წყალზე დავიწყეთ პირველ ნაწილში საუბარი, ლოგიკური იქნება წყლით გავაგრძელოთ. ძალიან მნიშვნელოვანია წყალთან ურთიერთობის დროს ბავშვის ორგანიზმის დაცულობა. სხვათა შორის ახლა ბავშვებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს რეკომენდაციები უფროსებსაც დაადგებათ. რა რისკებია? აქ მარტო აუზი არ იგულისხმება და აუზის წყალი არ იგულისხმება. აქ იგულისხმება წყალსატევები, მდინარეები და ნებისმიერი მასა წყლისა, რომელთანაც ბავშვს აქვს შეხება. პირველ რიგში, როგორც აღნიშნეთ, თქვენც ეს მარტო ბავშვებს არ ეხება და მოზრდილებსაც ეხება და აუცილებელია ეს რეკომენდაცია გაითვალისწინონ, რომ თუ პაციენტმა იცის, რომ ხშირად აქვს ჩვეული გოგირდის საცობის დაგროვება ყურში, ჯობია, რომ ყოველთვის ზღვაზე ან აუზზე გასვლის წინ გაიაროს კონსულტაცია ოტორინოლარინგოლოგთან. რადგან თუ საცობი არის იქ მცირე ზომისაც შეიძლება ჯერ დისკომფორტს არ უქმნიდეს პაციენტს, არ იყოს დახშული სრულად გარეთასასმენელი, მაგრამ ეს საცობი რომ ფუვდება წყლის მოხვედრის დროს, იწვევს სრულ შევსებას, ჯერ ერთი დისკომფორტი urჩდება აუცილებლად პაციენტს შემდგომ შეგუბებული აქვს შეგრძნება და სმენის დაქვეითება და შემდგომ უკვე საშიშია ინფექციის აი ამ დაბინძურებული წყლის მოხვედრის შედეგად ბაქტერიების და სხვადასხვა სოკო იქნება თუ სხვადასხვა მიკრობი განვითარების, გამრავლების და იმ ანთებითი პროცესის გამოწვევის, რომელიც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე გარეთსასმენ მილში. გარეთსასმენ მილში უკვე წასული პათოლოგიური პროცესი, ანთებითი პროცესი იწვევს საკმაოდ ძლიერ ტკივილს, საკმაოდ დისკომფორტს სწორედ დაგუბების შეგრძნებით და მისი მკურნალობა უკვე შედარებით ძნელია, რადგან ხდება გარეთსასმენი მილის სრული შეშუპება ზოგჯერ სრული დახურვით, მასში წვეთების ჩასხმაც კი შეუძლებელია, არ ჩადის წვეთი ფიზიკურად და შესაბამისად შეუძლებელია. ჩვენთან მოსული პაციენტი ასეთ მდგომარეობაში, როცა გარეთსასმენი მილი უკვე შევიწროებული და დახურულია, მიკროსკოპის ქვეშაც კი გვიჭირს დაფისაბკის დათვალიერება და გარეთსასმენ მილზე შეხებაც კი იმდენად მტკივნეულია. შემდგომ უკვე გადადის გარძნელებულ ღეჭვაში, რომელიც ყბის მოძრაობა აძლიერებს ამ ტკივილს. მოგეხსენებათ, რომ ყბის სახსართან გარეთსასმენი მილი საზღვარშია და ესაზღვრება და ამიტომ იწვევს სწორედ ტკივილს ძლიერს და კვებაც კი უჭირთ ამ პაციენტებს, პირის გაღებაც კი უჭირთ. აი ამ დროს უკვე საკმაოდ რთული ხდება, უკვე საჭირო ხდება ანტიბიოტიკის ჩართვაც, შეიძლება ჰორმონის ჩართვაც გახდეს საჭირო და ასე შემდეგ. და მოგეხსენებათ, რომ შესაძლოა იყოს სოფელში, სადაც უკვე ეს ვიწრო სპეციალისტის და მიკროსკოპის საშუალება არ იქნება და ამოწმენდა ყურის ვერ მოხერხდება. ამიტომ ჯობია ყოველთვის ბავშვის გაყვანისას, თუ ვიცით, რომ ბავშვს ხშირად უგროვდება საცობი, მივიყვანოთ ყელყურის ექიმთან, გავიაროთ კონსულტაცია და თუ უწევს ბავშვს წყალთან შეხება, აი მოწესრიგებული და მომზადებული წავიყვანოთ. ასევე ეს უფროსებმაც უნდა გაითვალისწინოს. უფროსებმაც რასაკვირველია. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ თუ ბავშვს ან მოზრდილს არა აქვს მნიშვნელობა, აქვს გარეთა შუაყურის ქრონიკული ანთება, რომელიც ხშირად დაფისაბკის პერფორაციით დაზიანებით არის ხოლმე გამოხატული. ანუ თლიანობა დარღვეულია. თლიანობა დარღვეულია და მას აქვს მორეციდივე, ხშირად განმეორებადი ჩირქდენა ყურიდან. ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ, რომ დაფის ღრუში შეიძლება პირდაპირ მოხდეს ეს წყლის მასა, რომელიც ცურვის დროს აუზი იქნება ეს თუ ზღვა არა აქვს მნიშვნელობა, დაბინძურებული წყლის მასა მოხდება შუა ყურში და ისევ გამოიწვევს ჩირქოვან ანთებას და
უკვე შესაძლოა სხვა გართულებებიც გამოიწვიოს, რომელიც უფრო რთულად მიმდინარეობს, ესაზღვრება დაფისხრუ თავის ტვინს, ქალას და ასევე იქვე მიმდებარე სტრუქტურებზე ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს. ამიტომ ეს კონსულტაცია აუცილებელია, ექიმთა რეკომენდაციები და რაც თავია თუ უკვე ვიცით რომ არის ეს პრობლემა, აუცილებელია ყურის დაცვა სპეციალური საცობებით. სპეციალური საცობები მოგეხსენებათ რომ ჩვეულებრივ სპორტულ მაღაზიებშიც იყიდება, აფთიაქებშიც იყიდება, ოღონდ უნდა გავარჩიოთ აუცილებლად ხმისგან დამცავი, აკუსტიკური და წყლისგან დამცავი, რადგან ხმაურისგან დამცავი საცობი ატარებს წყალს და ეს არ გამოგვადგება წყალში სახმარად. ეს ძალიან პრაქტიკული რეკომენდაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მსგავსი რისკია. მე ვისარგებლებ შემთხვევით და მაყურებელს გავახსენებ ერთ-ერთ ძალიან აქტუალურ საკითხს, რომელიც ზაფხულში ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხება და რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ღია სივრცეებში ხანგრძლივად დაყოვნებასთან, ბუნებასთან უშუალო კონტაქტთან. ეს არის ნაკბენები, თითქოს მარტივია ეს ყველაფერი, თითქოს რატომ უნდა იყოს ეს ყელყურცხვირის პრობლემებთან დაკავშირებული, არადა პრაქტიკული გამოცდილება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით ადასტურებს, რომ ნაკბენები არც ისეთი ხელწამოსაკრავი თემაა, როდესაც საქმე ეხება ყელყურცხვირის სისტემას და რამდენიმე თვალსაზრისით ეს ნაკბენები მოითხოვს ძალიან სწრაფად რეაგირებას იმისთვის, რომ შემდეგ გართულებები ავიცილოთ თავიდან. რატომ არის ეს ნაკბენების თემა ასეთი აქტუალური თქვენი პროფილიდან გამომდინარე? ნაკბენები პირველ რიგში შეიძლება აღვნიშნოთ ყურის მიდამოში ნაკბენი, რადგან ყურის ნიჟარა მოგეხსენებათ არის ხრტილოვანი და ზემოდან ეპიდერმისის, ანუ კანის ქსოვილი აკრავს თხელი. სწორედ კანის დაზიანების დროს, კბენის დროს და ინტოქსიკაციის დროს ეს იქნება ალერგიული რეაქცია შეიძლება გავრცელდეს და შესაძლოა ჩვეულებრივი ანთებითი პროცესი კბენის შემდგომ გადავიდეს ხრტილზე, რომელიც შემდგომ იწვევს უკვე პერიხონდრიტს. პერიხონდრიტი არის ხრტილის ანთება ყურის ნიჟარის, რომელიც თითქმის შეუქცევადი პროცესია ხოლმე და ხშირი შემთხვევაა, როდესაც ხრტილის შეცვლა ფორმის რჩება და შემდგომ აი სპორტსმენების ყურები გინახავთ ალბათ და შეგიმჩნევიათ, რომ ხრტილი ხშირად რომ სქელდება ტრავმის შემდეგ, ის უკვე როგორც ტრავმა იგივე შეგრძნება კბენის შემდგომ. და ასევე აღსანიშნავია შემთხვევები არის ხშირად პირის ღრუში, ბავშვები ზოგჯერ კამფეტის ჭამის დროს შესაძლებელია ეს ჩუპაჩუპსები და ეს სხვადასხვა საწუწნი კამფეტები, რომელიც ხელში უჭირავთ, შეიძლება ბზიკი ან ფუტკარი ან რომელიმე წერი შეყვეთ პირის ღრუში და ხშირია ხოლმე ასევე ენაზე და პირის ღრუში ეს რომელიც სწრაფად იწვევს შეშუპებას და სუნთქვის გაძნელებას და ამ დროს განსაკუთრებულად ყურადღება მისაქცევია პირველადი დახმარება ასეთი პაციენტისთვის. რა თქმა უნდა უკვე ჰორმონალური ჩართვით და იმის მიხედვით რა ნაკბენია უკვე შესაბამისი პირველადი ღონისძიებების ჩატარება. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი ცოდნა გვაქვს და ძალიან ბევრი ახალი მეთოდი, უამრავი ინსტრუმენტი ხელთ მედიცინას გულისხმობ, არის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ სტერეოტიპულად დამკვიდრებულია საზოგადოებაში. მაგალითად, საზოგადოებაში დამკვიდრებულია წარმოდგენა, რომ ზაფხულში ოპერაცია, ზაფხულში რაიმე ჩარევა არის უკიდურესად სახიფათო და შეიძლება საბედისწეროც იყოს. მე ვფიქრობ, თქვენ როგორც ქირურგი ასეთ წარმოდგენებს ყოველდღიურად აწყდებით პრაქტიკაში და არ გიკვირთ ჩემი ეს ნათქვამი, თუმცა ამას აქვს თავისი გაგრძელება და მიმიხვდებით, რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე თქვენი პასუხი. როდესაც ზაფხულის პერიოდი დგება, ძალიან ხშირად მშობლები განიცდიან, გარდა იმისა, გაუკეთონ თუ არა ოპერაცია ბავშვს მაგალითად ნუშურაჯირკვლებზე, ანუ ეგრეთ წოდებული გლანდების ოპერაცია, ასევე არის თავსატეხი მშობლებისთვის უკვე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ როგორ მოიქცნენ. იქნება თუ არა სახიფათო ბავშვისთვის მაგალითად მზეზე თამაში, არის თუ არა ბავშვისთვის უსაფრთხო აუზით სარგებლობა, ან დინარეში ჭყუმპალაობა, ზღვაზე წასვლა, უბრალოდ მთაში დასვენება. საერთოდ გასათვალისწინებელია ყოველთვის ასეთი რისკები და მით უფრო როდესაც მშობელი შევდავს. ნამდვილად ასეთია წარმოდგენა, რომ ზაფხულში ოპერაცია არ არის სასურველი და მინდა აღვნიშნო მიზეზები.
პირველ რიგში სიცხეში და მზეზე სირბილი თავიდან აღვნიშნეთ ჩვენ რომ ისედაც იწევს ცხვირიდან სისხლდენებს ხშირ შემთხვევაში და მით უმეტეს როდესაც ნაოპერაციები ჭრილობა ეს იქნება ადენოიდები თუ იქნება სასის ტონზილები ანუ გლანდები რა თქმა უნდა იქ საკმაოდ დიდი ჭრილობა რჩება ოპერაციის შემდგომ და ბავშვის ფიზიკური აქტივობა არ არის სასურველი მით უმეტეს მზეში და სიცხეში ჩვენ ვაძლევთ ასეთ რეკომენდაციას სისხლდენის რისკის თავიდან დიახ ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას მშობლებს და წინასწარ ვარკვევთ ამას თუ თქვენ რამე გაქვთ დაგეგმილი რომ ბავშვი ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა წაიყვანოთ ზღვაზე აუზზე რამე სპორტული აქტივობა ექნება ტურნირი აქვს ან შეჯიბრიწი წასვლა დიახ ამ შემთხვევაში ჯობია რომ გადადოთ სექტემბრისთვის როცა უკვე ყველაფერს მოითავებთ თუ არა და თუ დაგეგმილი არა აქვთ მაშინ შესაძლებელია აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაიაროს ამ პერიოდმა გაუკეთდება ოპერაცია და ერთი თვე რეკომენდაციას ვაძლევთ რომ არანაირი სპორტული აქტივობა არც ცურვა რასაკვირველია და აუზი მზეზე სირბილი ველოსიპედით სირბილი ბურთის თამაში აქტივობები სხვადასხვა და ზღვა არ არის სასურველი რა თქმა უნდა რაც შეეხება მთას და შორს მანძილზე წასვლას ორი კვირა ჩვენ ისედაც რეკომენდაციას ვაძლევთ რომ კლინიკასთან ახლოს იყოს პაციენტი ოპერაციიდან ეს ყოველთვის შეიძლება ზამთარშიც და ზაფხულშიც ეს არ აქვს ამას სეზონი ნებისმიერ დროს უნდა იყოს ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით როცა საშიშია სისხლდენის პერიოდი ორი კვირა კლინიკასთან ახლოს 1 საათის მაქსიმუმ 1 საათის მანძილზე უნდა შეეძლოთ კლინიკაში მოყვანა ბავშვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს რადგან ბავშვი მით უმეტეს გააჩნია ბავშვის ასაკსაც წონასაც და სისუსტესაც ვერ აიტანს დიდ სისხლის დანაკარგს ამიტომ უსაფრთხოდ რომ დამთავრდეს ოპერაციის შემდგომი პერიოდი რეაბილიტაცია აუცილებელი მოთხოვნაა სწორედ ეს რომ კლინიკასთან იყოს 1 საათის სავალ მანძილზე სწრაფი რეაგირებისთვის კი ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი რეკომენდაციებისათვის თუმცა ჯამურად უნდა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის ჩვენთან და იმ პრაქტიკული ცოდნისთვის რომელსაც უზიარებთ სისტემატურად ჩვენს მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ ოტორინოლარინგოლოგი ანუ ყელყურცხვირის ექიმი პროფესორი ქალბატონი ლიკა ლომიძე მე არ გემშვიდობებით ჩვენ რამდენიმე წამში თემატურად სეზონური რეკომენდაციების გაზიარებით გავაგრძელებთ საუბარს ვაგრძელებთ საუბარს და როგორც უკვე იცით დღეს ჩვენ საუბრობთ სეზონურ რისკებზე ერთი კონკრეტული სისტემის გათვალისწინებით და რატომ შეიძლება ერთ სისტემაში ამდენი სეზონური თავისებურება იყოს გასათვალისწინებელი ამას გავარკვევთ მას შემდეგ რაც გავაგრძელებთ საუბარს გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენს კიდევ ერთ კოლეგასთან ერთად რომელიც გახლავთ ასევე ოტორინოლარინგოლოგი ქალბატონი ნინო ჯანგავაძე დილამშვიდობისა ქალბატონ ნინო მიხარია თქვენი სტუმრობა დღევანდელ ჩვენს გადაცემაში და რა თქმა უნდა ძალიან მიხარია ის შესაძლებლობა რომ ჩვენ შეგვიძლია გავაფართოვოთ ჩვენი წარმოდგენა სეზონურ რისკებთან დაკავშირებით და აღმოვაჩინოთ რომ ყელყურცხვირის სისტემა თურმე უამრავ თავისებურებას ითვალისწინებს, რომელიც სეზონთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე შემოდგომიდან, გვიანი შემოდგომიდან, ზამთრის პერიოდში გააქტიურებულ რესპირაციულ ინფექციებზე და ვსაუბრობთ მაგალითად გრიპის სეზონზე, შემდეგ გაზაფხულზე რესპირაციული დაავადებების ახალ ტალღაზე ვსაუბრობთ და ასე შემდეგ, ლოგიკურია, რატომ აქვთ ადამიანებს სურდო. თუმცა ზაფხულში, პაპანაკება სიცხეში, რატომ აქვთ ადამიანებს სურდო, ეს არის ხშირად თავსატეხი და გაუგებარი, რატომ უნდა იყოს ზამთრისთვის და შემოდგომისთვის, ან თუნდაც გაზაფხულისთვის აქტუალური საკითხი პრობლემა ზაფხულში. ან რატომ უნდა გავითვალისწინოთ სურდო თავისი შედეგებით. არადა თქვენ როგორც ყელყურცხვირის ექიმი დამეთანხმებით რომ უამრავ მტკიცებულებას ფლობთ იმის სასარგებლოდ რომ თურმე ესეთ ნამდვილად ასეა. ნამდვილად ასეა. ოტორინოლარინგოლოგია აერთიანებს სამ ორგანოს, შესაბამისად ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და უფრო მეტ პათოლოგიას და მეტ ერთმანეთში გადასვლის შანსს გულისხმობს. ჩვენ შემთხვევაში ვისაუბრებთ რინოსინუსიტებზე, როდესაც არის ცხვირის ღრუს და მისი დანამატი წიაღების ანთებას, რომელიც იწყება როგორც ბანალური სურდო, ცემინებით,
ცხვირის გაჭედვით და ესე შემდეგ. გამონადენით და ესე შემდეგ კი. თუმცა ეს გამონადენი თავიდან თხევადია, მერე სქელდება, მერე იცვლის ფერს და ეს უკვე გადადის სინუსიტში, ანუ დანამატი წიაღების ანთებაში, რაც უკვე უფრო სერიოზულ პათოლოგიას გულისხმობს. ხშირად ჩვენი პაციენტები ამბობენ, რომ მომართავენ, ანუ არ ამბობენ სიმპტომებს, ჰაიმორიტი მაქვსო ამბობენ და უკვე არასწორია, იმიტომ რომ ჰაიმორის გარდა კიდე რამოდენიმე წიაღი აქვს ადამიანს. შესაბამისად, შესაძლებელია ნებისმიერი სხვა წიაღის ანთება ან ყველასი ერთად იყოს, შესაბამისად ვხმარობ ტერმინს სინუსიც, რაც უფრო სწორია. რომელიც აერთიანებს ჰაიმორის წიაღებსაც, ფრონტის წიაღსაც, ეთმოიდურ წიაღსაც და ასე შემდეგ. კი ბატონო. და რამოდენიმე ტიპის ჩივილები არსებობს ამ დროს, გარდა იმისა, რომ არის გამონადენი, როგორც ვთქვით, უკვე ფერშეცვლილი, ასევე შეიძლება იყოს ზეწოლა ზედაკბილებზე, თვალბუდეზე, შუბლის არეში, კეფაც კი შეიძლება ტკიოდეს პაციენტს ამ დროს. მოძრაობისას დისკომფორტი, თავის დახრისას და ასე ამ ყველაფერს რა იწვევს, ხო, ანუ ზაფხულში რატო შეიძლება, როცა არ არის სეზონი გრიპის და როცა გონია, რომ ასე თუ ისე ვისვენეთ მშობლებიც, დიდებიც, რომ ეს რაღაცა გრიპის პერიოდიდან ცოტა ხანი გვაქვს არ დადაგები, როგორც ბავშვებს სკოლიდან, რატო შეიძლება მაინც ეს მოხდეს? პირველი მიზეზი არის გადაციება. იქნება ეს კონდენციონერი თუ აუზისგან ამოსვლა და ჰაერზე, ქარში მოხვედრა, ისევ კონდენციონერის ქვეშ და ნაჯდომა თუ ნაყიდის ზედმეტი რაოდენობით მირთმევა, ეგ უკვე პაციენტის ქმედებიდან არის დამოკიდებული. იმიტომ რომ ნებისმიერ პათოგენს სჭირდება ხელშემწყობი გარემო. თუ არის პათოგენი თავისთვის ჩუმად, უცებ აღმოჩნდება ხელშემწყობი გარემო გადაციება. კი ბატონო, ამიტომ ცხვირის გრუდან ეს ჩვენი ბაქტერიები მარტივად გადაინაცვლებენ უკვე სინუსებში, იქ კარგი გარემოა იმისთვის, რომ გამრავლდნენ და იფუთფუთონ, იმიტომ რომ არის სისვალი, არის სიმნელი, არის ნოტიო, ესეთი მათთვის სასარგებლო ჰავა და იქ უკვე მეტად ვრცელდებიან. რაც შეეხება, რატო შეიძლება ეს დაგხვდეს, თქვათ, ზაფხულში გადატანილი რინოსინუსიტი შემოდგომაზე, რატომ იჩენს? დიახ, აი ამ თემას ჩვენ დაუბრუნდებით. მოდით ჯერ თქვათ, როდესაც ეს ყველაფერი გადაინაცვლებს სინუსებში, ანუ წიაღებში და იქ ასეთ კომფორტულ გარემოში ბაქტერიები აგრძელებენ არსებობას, ცხოველქმედებას და თავიანთი ცხოველქმედების შედეგების გამოვლინებას. ადამიანი ამ დროს იმ ჩივილების გარდა სხვა თვალსაზრისით ეს ჩივილები ყოველთვის ასეთი აშკარაა, თუ შეიძლება ეს ჩივილები თავიდანვე არ გამჟღავნდეს და ეს პროცესი დაიწყოს და აღმოჩნდეს შემოდგომისთვის საჩუქარი. აი როგორც წესი, მწვავე პროცესში ადამიანი აუცილებლად პაციენტი ამას გრძნობს. ანუ სინუსიტი არ შეიძლება მიმდინარეობდეს ჩუმად, იმიტომ რომ ივსება წიაღები, ხდება ზეწოლა, შესაბამისად ამას პაციენტი აუცილებლად გრძნობს. თუმცა თუ მოხდა ამ ექსუდატი იქნება, ჩირქოვანი გამონადენი იქნება, ამის ევაკუაცია დროული, გამოიხატება ეს უბრალოდ როგორც ან რინორია, ანუ ცხვირიდან გამონადენი, ან გადანადენი ცხვირხახაში. მაგრამ საფრთხე არის იმაში, რომ როგორც კი მწვავე პერიოდი გაივლის, მიჩუმდება, ესე ვთქვათ, აღარა გვაქვს ეს შემაწუხებელი სურდო და ცხვირის და გამონადენი ან უკან გადანადენი რჩება რაღაც მცირეოდენი წიაღებში შესქელებული ლორწოვანი, რომელიც ესე თავისთვის უკვე ჩუმად არის. და როგორც კი შემოდგომაზე პირველივე მაპროვოცირებელი ან ვირუსი, ან გადაციება ისევ, ან რაიმე ფაქტორი შეხვდება, ისევ აყვავდება და ისევ იჩენს თავს და აი ამ დროს უკვე როცა მოგვართავენ პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ მე მაქვს ქრონიკული სინუსიტი ან უფრო ხშირად ჰაიმორიც ხმარობ.
თუმცა ეგ არ არის ქრონიკული, ეს არის უბრალოდ არა კარგად ნამკურნალები მწვავე, რომელიც უბრალოდ ისევ გამწვავდა მაპროვოცირებელი ფაქტორის მიღების შემდეგ. ანუ რეალურად პროცესი დაიწყო ზაფხულში. თითქოს გაჩუმდა და დაელოდა ხელსაყრელ პერიოდს და დადგა შემოდგომა, ეს ხელსაყრელი პერიოდიც აღმოჩნდა, ფაქტორიც აღმოჩნდა ხელსაყრელი და იწყება მერე გამჟღავნდება. თუმცა თქვენ როდესაც ბრძანებდით, როგორ შეიძლება ზაფხულში მიმდინარე პროცესი საშემოდგომო საჩუქრად გვექცეს, ახსენეთ სიტყვა არანამკურნალები ან ბოლომდე არანამკურნალები. ეს რას ნიშნავს? დაიწყოს ცხვირიდან გამონადენი დისკომფორტი აქვს ადამიანს და აი ამ ფაზაშია მკურნალობა ნაგულისხმები ყველაზე ეფექტიანი ამაზე რა თქმა უნდა მაშინვე ყველამ ვიცით გამხსნელი წვეთები ხო აი პირველ რასაც მივმართავთ არის ის რომ გაიხსნას ცხვირი და როგორც წესი ამ მკურნალობას მივყვებით холод გამოვიყენებთ რომ გაიხსნა ცხვირი, გაჩერდა სურდო და დამატებით საშუალებებს არ გამოვიყენებთ იმისთვის რომ ბოლომდე წიაღებიდან ალაგდეს. რა თქმა უნდა. ეს არის სტერეოტიპული შეცდომა. ბატონო. როგორც წესი არ მიმართავენ ამ პერიოდში ექიმს, შეიძლება მივიდნენ ოჯახის ექიმთან, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ რინოსკოპია, ფარინგოსკოპია ჩაატაროს და იგივე ოტოსკოპიას მიმართოს შესაბამისად. ხდება ისე, რომ აი ამ პირველი სიმპტომების გათიშვის შემდეგ წიაღებში მაინც რჩება რაღაც პროცესი. თუმცა მე არ ვამბობ იმას, რომ ყველა გაციებაზე რენტგენიან კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა გადავიღოთ, მაგასაც თავის რისკები აქვს, რა თქმა უნდა, ეგ ყველაფერი უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით, ეგ და არა თვითნებურად. არა თვითნებურად, რა თქმა უნდა. თუმცა იმის რისკი, რომ რაღაც პროცესი ბოლომდე არ ალაგდეს და არ ჩათავდეს ის პროცესი და დაგვრჩეს როგორც საშემოდგომო საჩუქარი, რეალობა არსებობს. მოდით გავყვეთ ქრონოლოგიურად მოვლენებს. სურდო, რომელიც დაიწყო ზაფხულში. ჩივილები, რომელიც გაჩნდა ზაფხულში, მერე გაჩუმდა და აქტუალური გახდა შემოდგომაზე. შეიძლება აი ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს მდგომარეობასთან, რომელსაც უამრავი შედეგი მოყვება და რომელიც სხვადასხვა ჭრილით არის საყურადღებო ადამიანისთვის. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც ძალიან ხშირად ახველებს. მაგალითად, ღამის განმავლობაში აქვს ხველა და წლების მანძილზე ატარებენ შეფასებას ფილტვების, ბრონქების, სასუნთქის სისტემის, უამრავი სხვა სისტემის და ერთჩვენიერ დღეს ამბობენ, რომ აქ არა სასუნთქის სისტემის დაზიანება, არამედ ხდება რაღაც, რაც შეიძლება, როგორც ირკვევა, დაიწყოს ბანალური სურდოთი ზაფხულში. მოდით აი ამ თემას გავყვეთ ახლა. აი, წახან ვახსენე, რომ როგორც რინორე არსებობს წინ გადმონადენით, ასევე უკან გადანადენი არსებობს. პაციენტებსაც ესე უხსნი, როგორც წინ გვაქვს ნესტოები, უკან არის ქუანები, ხო? ანუ ეს ცხვირი სადღაც უნდა დამთავრდეს და გადავიდეს ეს ლორწო ცხვირხახაში. აი ამ ხველის არაბუნებრივად ხანგრძლივის გამოკვლეული პაციენტის, რომელსაც არანაირი ხელსაჩასაჭიდი მიზეზი არ აქვს ამ ხველის, ხშირად აღმოჩნდება ის, რომ აქვს პოსტნაზალური სინდრომი, ანუ უკანაწვეთის სინდრომი. რას ნიშნავს ეს? ეს ლორწო, რომელიც გამოიყოფა ზედმეტად, იმიტომ რომ რაღაც აწუხებს ამ ცხვირის ღრუს და ეს წიაღები ცდილობენ, რომ გამოდევნონ, ანუ ეს არანამკურნალებს, რასაც არა ბოლომდე ნამკურნალებს, რაც ვიგულისხმე, პროდუცირებს მეტ ლორწოს, რომელიც არის უფრო მკვრივი და სქელი და გადადის ეს ცხვირხახაში. ცხვირხახაში ჩაედინება უკვე ცხვირხახიდან ჩაედინება უკვე ქვედასასუნთქსებში და ბუნებრივად არ იჩერებს ბრონხები და ფილტვები ამ ჩანადენს და ცდილობს რომ ამოიღოს. აი ამ პატარა ჩანადენმა შეიძლება ძალიან შემაწუხებელი სიმპტომები ძალიან შეაწუხოს პაციენტი და ხანგრძლივი მკურნალობა მოუწიოს ან მრავალი კვლევა იმისთვის. აი ეგ არის ქრონიკული
ნაზოფარინგიც ვეძახით, რომელიც ნებისმიერ მაპროვოცირებელ ფაქტორზე შეიძლება გაასქელდეს ისევე ლორწო, ისევე ჩანადენი დაიწყოს და ხშირად გამეორდეს წელიწადის განმავლობაში. აი აქ არის ყველაზე საჭიროებო კითხვა, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენ ყოველდღიურად ბევრჯერ გესმით პაციენტების მხრიდან. თუმცა მე დავსვამ ამ შემთხვევაში საზოგადოების სახელით, რომელიც ახლა თქვენ გიყურებთ. როდესაც თქვენ ბრძანეთ ეს წვეთი აღმოჩნდება სასუნთქ სისტემაში და სასუნთქ სისტემა სხვა არაფერი დარჩენია თუ არა გაამჟღავნოს თავისი დაცვითი რეაქცია, მე მაყურებელს მინდა გავახსენო, როდესაც ჩვენ ვაცემინებთ ეს დაცვითი რეაქცია ზედა სასუნთქი გზებიდან რაღაცის მოცილებას ვცდილობთ. როდესაც ვახველებთ, ესეც დაცვითი რეაქცია ქვედა სასუნთქი გზებიდან რაღაცის მოცილებას ვცდილობთ. გასაკვირი არ არის თუ რაღაც წვეთი, რომელიც არ უნდა იყოს სასუნთქ სისტემაში, სისტემატურად იღვენთება, რა თქმა უნდა, იწვევს საპასუხო რეაქციას და ორგანიზმი, ამ შემთხვევაში სასუნთქი სისტემა, ამ მასის მოცილებას ცდილობს. ეს ჩადინება უკონტროლოა და უწყვეტია, როდესაც ამ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ და თუ ეს ასეა, მაშინ პრობლემა შეიძლება საბოლოოდ გადაიჭრას, მკურნალობა შეუძლია საბოლოოდ მოუტანოს შვება ადამიანს და შეცვალოს მისი ცხოვრების ხარისხი. რა თქმა უნდა. ზოგადად დღე-ღამეში, ანუ 24 საათში ნებისმიერი პაციენტი არა ადამიანი კლაპავს, ესე ვთქვათ, ამ ლორწოს, ანუ ჩაედინება ლორწო დაახლოებით 300-დან 500 მილilitrამდე, ისე რომ ჩვენ ამას ვერ ვიგებთ, იმიტომ რომ ეს ლორწოვანიც ისე არის ცხვირის გულში მოწყობილი, რომ გამოდევნოს ან გადადევნოს ის ბაქტერიები ან მტვრის ნაწილაკები ან რაღაცა უცხო მოხვედრილი სხეულები, რომ გაწმინდოს, გამოხვეტოს, ესე ვთქვათ, ცხვირის ღრუ. შესაბამისად, ეს გადადინება ყოველთვის ხდება. უბრალოდ, როცა ეს არის პათოლოგიასთან დაკავშირებული, ანუ ეს არის ან უფრო სქელი ეს ლორწო, ან უფრო ბევრი, აი მაგ დროს უკვე ვეჯახებით იმას, რომ პაციენტს აქვს ჩივილი. ეს ჩივილი იქნება, ბევრი მეუბნება, რომ აი ჟელებონები ვთქვაქვს რაღაცა და ვერ ამოგვაქო. აი ესეც არის ერთ-ერთი შემაწუხებელი ფაქტორი, ან სხვა პაციენტს შეიძლება ქონდეს ის, რომ ეს გადადის და იწვევს ხველას. ამიტომ ეს ბუნებრივად ჩანადენი ხდება პათოლოგიური და უკვე იწვევს აი ამ პრობლემებს, რაც უკვე დავასახელე. და დაძლევადია ეს? აუცილებლად დაძლევადია ექიმთან ერთად. სამწუხაროდ ჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა. სწორედ ამიტომ დაგისვით ეს კითხვა, იმიტომ რომ ადამიანთა უმრავლესობას ვისაც ეს პრობლემა ეხება, აქვს განცდა, რომ ეს არასოდეს დასრულდება. აუცილებლად დასრულდება. ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ 100% გარანტია ჩვენ პროფესიაში, მედიცინაში არაფრის არ არსებობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უმკლავდებით ამას და უმკლავდებით სწორი და რეგულარული მკურნალობით. როცა ჩვენ გვაქვს საუბარი ქრონიკულ დაავადებასთან, სამწუხაროდ აქ ყოველთვის ვაფრთხილებთ ჩვენ პაციენტსაც, რომ ხშირად მოგვიწევს აი ამ პრეპარატების ან მსგავსი პრეპარატების გამეორება ნებისმიერ გაციების შემდეგ, რომ არ დარჩეს გართულება და დასრულდეს იმ 7-10 დღეში, სანამ მწვავე ფაზა მიმდინარეობს. ძალიან დიდი მადლობა ნინა დღევანდელი სტუმრობისთვის. მიხარია რომ ჩვენი გადაცემის ჯგუფს შემოუერთდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის აკადემიური სივრცე, სადაც კარიღია ყველა ექიმისთვის, ყველა პროფესიონალისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ცოდნა გაუზიაროთ ფართო საზოგადოებას და ძალიან მნიშვნელოვანია შევახსენოთ თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე ჩვენს მაყურებელს, რომ თუნდაც პაპანაკება ზაფხულში დაწყებული სურდო, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხვირიდან გამონადენია, ამიტომ არამედ იმითაც, რომ თქვა
არის მტკივნეული, მაგალითად კონკრეტული ნაწილი ჩვენი სახისა, ან კონკრეტული მოძრაობის ან მოქმედების დროს ეს ტკივილი გვიმძაფრდება. მოკლედ, ნებისმიერი დისკომფორტი მოითხოვს ყურადღებას და აუცილებლად დროულად ჩარევას იმისთვის, რომ შემოდგომო საჩუქრად არ გვექცეს ის, რაც დაიწყო ზაფხულში. მაყურებელ შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლდათ ოტორინოლარინგოლოგი ქალბატონი ნინო ჯანგავაძე. მე დღეს კობით შუქნიშნით აღარ ვაგრძელებ გადაცემას, აქვე გემშვიდობებით და რასაკვირველია ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.